გამარჯობა, გოლკასტის მორიგი ეპიზოდი იწყება რიგით მე-10, საიუბილეო მე-10 გადაცემა გვაქვს, დომინოს YouTube არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. საუბრობთ სოფლიო ჩემპიონატზე, საუბრობთ მუნდიალზე და დღეს ჩვენთან სტუმრად არის ჩემი ძმა და მეგობარი, კომენტატორი, კარგი ანალიტიკოსი, მშრომელი კაცი და ძალიან ბევრი რეგალია შემიძლია ჩამოთვალ ამირანზე. მოგელდა ესეთი კარგი სტუმარი ყავს დღეს ამირან შაიშმელაშვილის სახით. მადლობა ამირან, რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. მადლობა შენ მოწვევისთვის. გილოცავ კიდევ ერთხელ მე-10 გადაცემას საიუბილეოს. უამრავს გისურვებ კიდევ 100000 და მილიონობით გადაცემას. იმიტომ რომ საინტერესოა შენი გამოჩენა ამ სივრცეში. იხარია, გულშემატკივრობ, გისურვებ უამრავ გამომწერს და დარწმუნებული ვარ, რომ ვინც გამოგიწერს, არინანებს და ეს ვინც გამოგიწერს იქნება ბევრი, იმიტომ რომ იმსახურებ ამ ყველაფერს. მოკლედ, კარგი განწყობით ვარ, მინდა გითხრა და ველოდები ძალიან მნიშვნელოვან თამაშს, რომელიც გვიახლოვდება უკვე. ხო, სულ ცოტა ხანში აიღებს სტარტს საფრანგეთისა და სენეგალის დაპირისპირება. რომ მუნდიალებს თუ გავიხსენებთ, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია სწორედ ეს იყო თავის დროზე 2002 წელს, როდესაც სენეგალის ნაკრებმა შეძლო საფრანგეთის დამარცხება. ველოდებით თუ არა იგივე სცენარს ეს? იგივე არ ველოდები, მაგრამ სენეგალი პრობლემა არსებული ფორმით, იმით რომ აგერ აფრიკის თასზე მოიგო თუ ვერ მოიგო, ეს ვერ გაიგო, მაგრამ ფაქტია რომ თამაშით მოიგო, ჩემპიონი გახდა, ისე იმეს და შეგვიძლია ვთქვათ აფრიკის თასის ჩემპიონი, ვერავინ ამაზე ვერ მოგვედავება და აქამდე ტყუილად არ მისულა ეს ნაკრები, მწვრთნელიც კარგი ყავს, სხვა შორის ეს მწვრთნელი იმ გუნდში თამაშობდა, ოღონდ იმ თამაშია რო თამაშია, იმ სოფლიოს ჩემპიონატზე სკამზე იყო და თავის მანეთი რომელსაც ბოლო ალბათ სოფლიოს ჩემპიონატი აქვს, სარით რომელიც ძალიან მაგარ ფორმაშია, კონფერენს ლიგა მოიგო, მაგრამ მეორე მხარეს არის როგორი სუპერვარსკვლავებით დახუნძული პარი სენ-ჟერმენი უნდა მეთქვა უცბად, იმდენად ბევრია დუე, დემბელე და ასე შემდეგ. ბევრი არიან. ხო, მოკლედ მაინც ფავორიტი მგონია რომ დღეს მინიმუმ არ წააგებს და ის რაც მოხდა 24 წლის წინ არ მოხდება. მაგრამ ესე მარტივ გამარჯვებასაც რაღაც გერმანიამ როგორც მოიგო, ეგეთ თამაშს ნამდვილად არ ველოდებ. არა, ხო, რთულია დაველოდოთ ეგეთ თამაშს. ისე ჯგუფი ძალიან მაგარია რა. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი თამაშები აი ჯგუფში ველოდება, იმიტომ რომ საფრანგეთია, სენეგალია, ნორვეგია და ერაყი. მე აი არა მარტო საქართველოში, ზოგადად სოფლიო მასშტაბით რასაც ვნახულობ ხოლმე ვიდეოებს, კითხულობენ, აი კითხვა რომ არის, ვინ იქნება ფარული ფავორიტი, ან ვინ გონია რომ შორს გავა. ყველა ასახელებს ნორვეგიის ნაკრებს. ნუ მიზეზი გასაგებია, ხო, თამაშობს ჰოლანდი, თამაშობს სტად ლარსენი, ორლოტი, გუნდი მართლა მაგარია, ნუსა, ოსკარბობი, ასე და ასე შემდეგ და. შენი აზრით აი ნორვეგიის მაქსიმუმი სოფლიო ჩემპიონატზე რა იქნება? ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ აი ყველა ამბობს ერთი და იგივეს. ნორვეგია იქნება გუნდი, რომელიც სურპრიზებს შემოგთავაზებს. მე სხვა კანდიდატი მყავს ამ მაგალითად. მე სხვა კანდიდატი მყავდა აქამდე. hot take-ი როცა მკითხეს თქვი რომ ჩემი hot take-ი არის თურქეთის ნაკრები ნახევარფინალში თქო და ისე დაიწყო გადამესხა ცივი შხაპი და მე მგონი შენ თურქეთის ნაკრების დამარცხებელს გულისხმობ, შეიძლება ვივარაუდო? ერთ-ერთი კი, მაგრამ მაინც კიდე სხვა მყავს და მოდი აბა ორიც დაგექნება და თუ გამოიცნობ ჩემი აზრით რომელი ნაკრები იქნება ისეთი ვინც ძალიან დიდ სურპრიზებს ერთი ამერიკის შეერთებული შტატები ალბათ. ამერიკა მგონია რომ ძალიან შორს გავა ამ სოფლიო ჩემპიონატზე. აი ნორვეგიაზე შენ კითხვას რაც შეეხება, არ ვიცი, ბოდოსავით სასწაულები რომ ჩაიდინონ ნორვეგიელებმა, ეგეც არ გაგვიკვირდება. მე რომ მკითხო, კი, სხვადასხვა ჯგუფებზე არის სიკვდილის ჯგუფებად რო ასახელებენ, მაგრამ ეს ჯგუფიც საფრანგეთი სადაც არის ნორვეგიასთან ერთად, არ ვიცი, მგონია რომ ერთ-ერთი მთავარი ყველაზე ისეთი რთული ჯგუფი არის. ლიმიტი რა შეიძლება იყოს ჰოლანდისთვის, არ ვიცი, მაგაც საერთოდ აქვს ლიმიტი. და შესაბამისად მისი ნაკრების, რომელიც მხოლოდ მისი არ არის და შენ უკვე ჩამოთვალე ის სახელები, ვინც აქ თამაშობენ. ალბათ თან არა ლოგიკურია ეს სენსაციაზე ვაპარაკობთ, მაგრამ თან რაღაც ლოგიკის ფარგლებში უნდა ჩავსვათ და ეგ ყველაფერი რომ გავაერთიანოთ და დავაბალანსოთ, ალბათ სადღაც მეოთხედფინალამდე მისვლა იქნება ის, რაც შეუძლია ამ ნაკრებს, როგორც მინიმუმ და უფრო მეტიც თუ მოხდა, არ ვიცი. ნუ გააჩნია ასევე რა, ბადე სად მოხდება, როგორ ვის შეხვდება. იმიტომ რომ ზოგადად ეხა ეს კლიმატიც გასათვალისწინებელია რა. ჩვენ ნახეთ მაროკო ნორვეგიის მატჩი ოღონდ სოფლიო ჩემპიონატამდე ამერიკაში გაიმართა და
ანტირეკორდი დაამყარა ჰალანდ. 4-ში შეეხო ვურს წარმოიდგინე მთელი მატჩის განმავლობაში. ორი იყოს ეს შედარება, კი არა, ადარებს ზოგადად ვამახებ. ოიარსაბალი. შენ მიყავდა ეგ თამაში და მაგ შეხვედრაში სოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში აი სტატისტიკის ასვლა დაიწყეს 1966 წლიდან. და 1966 წლიდან მოყოლებული ოიარსაბალი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ნახევარი საათის განმავლობაში ბურთს არ შეხებია მუნდიალს. აი წარმოიდგინე რა სიგიჟე. ანუ რას გულისხმობ, იცი? აი ეს ფაქტორებიც მოქმედებს და მაგ ყველაფრის გათვალისწინებით, ხო? რა ვიცი, შეიძლება ბევრი სენსაცია მოხდეს, იმიტომ რომ რაც დაიწყო ახლა ეს მუნდიალი, ევროპული გუნდები ტენდენცია რასაც გვეუბნება, ისევ ვერ თამაშობენ, როგორც სამხრეთ ამერიკულები და სამხრეთ ამერიკულებიც ისე კარგად ვერ თამაშობენ. აფრიკულები, აზიურები, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდით, ვის გამოც იყო კრიტიკა, რომ აი 48 გუნდიანი ფორმატი, განახლებული ბევრი სუსტი ნაკრები იქნება, თავი შეირცხვინაო, მე მგონი ვერავისზე ვერ ვიტყვით. კი, კი. ურასაო გასაგებია, მაგრამ გერმანია იყო მის კონკურენტი და როგორი გუნდია გვესმის. დანარჩენი მე მგონი თავი შეირცხვინას ვერავისზე ვერ ვიტყვით. ჰაიტი შოტლანდიაზე მიწევდა მუშაობა და როგორი თამაშეს და რამხელა წინააღმდეგობა გაუწიეს, არ ქვია მაგას აჯობეს ჩემი აზრით შოტლანდიის ნაკრებს, უბრალოდ არ გაუმართლათ, მართლა გამოყენებული მომენტების პრობლემა იყო. კაბოვერდე ვნახეთ და ალბათ მთავარი სენსაცია მაინც ეს იყო. თან ეს ის კაბოვერდეა, რომელზეც აგერ 1 წლის წინ ითამაშა ქუთაისში საქართველოს ნაკრებთან და ბევრი ქართველი გულშემატკივარი ქილიკობდა, რომ ეს ვის ვეთამაშებით, რა ნაკრებია, სად არის საერთოდ და გავიდა 1 წელი და ამ ნაკრებმა ევროპის მოქმედ ჩემპიონს და ჩემი აზრით სისტემურად ყველაზე გამართულ ნაკრებს სოფლიოში არაფერი არ დაუთმოდა, რაღაც მომენტებიც ჰქონდა. კი. ხო, ანუ კაბოვერდეც ხო შვენიერი თამაში. ჩემი აზრით ეგრე უნდა ითამაშო. როცა ეგეთი ნაკრები ხარ, ჩადიხარ მსოფლიოს ჩემპიონატზე, უკვე გმირები არიან ეს ფეხბურთელები თავის ქვეყანაში, ეს გუნდი უკვე გმირია. დასაკარგი არაფერი არ გაქვს, სამივე თამაში მით უმეტეს ესეთ ჯგუფში, რომ ურუგვაი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ხო? სამივე თამაში რო წააგო დიდი ანგარიშით, არავინ შენ იქ რო დაბრუნდები სახლში არ გაგაკრიტიკებს, პირიქით წვრთნელი გამოდიოდა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე და არანაირი შედეგი არ მაინტერესებს, რომ გავალ და კაბოვერდეს დროშას ფართოდ გაშილს და ვინახავ სოფლიოს ჩემპიონატზე. ჩემთვის ეგ უკვე შედეგია. ეგ არის ზუსტად განწყობა, უნდა ითამაშო თამამად, მაგრამ ეს ითამამე უნდა იყოს პრაგმატიზმის ფარგლებში და ზუსტად ეგ ბალანსი და აუცი ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს ართვეს გულ. ოზინია ისე ითამაშა მაგ შეხვედრაში 40 წლის მეკარე 10 მილიონი ფოლოვერი ყავს წეღავნახე უკვე ინსტაგრამზე. ახალზელანდიის ხო არის ერთი ეგეთი. ხო, ვარიანტი რომ მოემატა ფოლოვერები, პეინილს რაღაც ვარიანტს. ხო, ისე აი სენსაციებია ჩვენი თემა. და სენსაციად კიდე რომელ შედეგს მიიჩნევდი. ავსტრალია-თურქეთის შედეგი გაკრავს სენსაციაში მე როგორც მივხვდი, ხო? მოყვები მაგაზში. უბრალოდ აი რაღაც გული მიგზნოდა რომ ავსტრალია მოიგებდა, ოღონდ იმიტომ კი არა რომ თურქეთი ცუდი გუნდია. უბრალოდ მოქმედეს ამიდან მაინც რაღაც ფაქტორები. ხო, ამდენი წელი აღარ ყოფილა მსოფლიო ჩემპიონატზე და დაბრუნების შემდეგ პირველ თამაშს თამაშობ არ არის მარტივი გადასავალი. თან მით უმეტეს როგორ გააცილეს. ეს ამდენად კარგიც არის. გაცილება ალბათ ნახეთ კოლონა რომ მიდის და მიყვება ამ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებს უკან, ხო და ეგ ამდენადაც კარგია, იმდენად რაღაც ნეხია რა, ამდენი ჩავიდა ჯერ თურქეთიდან რომ ეგულშემატკივრად და მარტივი არ არის ხოლმე. მოგეთ მე მგონია რომ იყო რა მოულოდნელი შედეგი ამ ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ თურქეთის ნაკრებს ექნება ძალა იმისა რომ შემდეგ თამაშებში იბრძოლოს უფრო მაღალი მიზნების. შენ რა გონია თურქეთის მაქსიმუმი პირველი თამაშის შემდეგ მონტელას რამდენად შესწევს მაგის ძალა რომ გამოასწოროს ის რაც მოხდა ავსტრალიასთან შეხვედრაში. ტურნირამდე როცა მკითხეს საერთოდ რას ფიქრობ ყველაზე უცნაური შედეგი რასეულდები თქვი რომ თურქეთის ნაკრებს ველოდები ნახევარფინალს რაღაც hot-take-ი უნდა მეთქვა და ეგ იყო ყველაზე ისეთი ახლანდელი გადმოსახედიდან ასე თამამი და დარწმუნებული ნახდვილად ვეღარ ვიქნები მაგრამ არაფერი არ შეცვლა იმ თვალსაზრისით რომ გუნდი იგივეა, მწვრთნელი იგივეა, შემადგენლობა იგივეა, რა შეუძლია ამ ნაკრებს ვიცით და შესაბამისად არც მე მგონი ნახევარფინალი ასე რაღაც გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ შორს წასვლის რესურსი ამ ნაკრებს მაინც აქვს. არიან ნაკრებები, რომლებიც ძალიან ცუდად იწყებენ და მერე
ამთავრებენ ტრიუმფალური შედეგით. არგენტინა ხო? არ ვადარებ ხა მესმის თურქეთი და არგენტინა სხვა ციფრაშია საერთოდ და სხვა იყო ის არგენტინის ნაკრები, სხვა არის ეს თურქეთი, მაგრამ დაიწყო საუდის არაბეთთან წაგებით და გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ასე რომ ეს პირველი თამაშის წაგება თან მაშინ როცა სამი გუნდი შეიძლება გავიდეს უკვე შეიძლება იმიტომ რომ ყველა მესამე ვერ გადის ხო, მაგრამ მაინც მგონია რომ თურქეთს შეუძლია თურქეთის ნაკრების გულშემატკივრობას ნუ რა ვინ დამაბრალებს, მაგრამ უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური ნაკრებია ჩემი აზრით საშუალო დონის გუნდებს შორის. თუნდაც ერთა ლიგაზე რომ A-დივიზიონში არის, ზუსტად მაგით აიხსნება და მგონია რომ ზუსტად A-ლიგის ნაკრებობას იმსახურებს ეს გუნდი. არ გადაუხვიო, მგონია რომ მაინც შეუძლია შესწევს ძალა რომ შორს წავიდეს ეს ნაკრები. მე მოვყვები ყველაფერში აბსოლუტურად, მგონია რომ თურქეთის ნაკრები გამოასწორებს ყველა იმ ხავრეს, რაც ქონდა ავსტრალიასთან თამაში, მაგრამ ავსტრალიას უნდა შევაქო თავის მხრივ, იმიტომ რომ პოპოვიჩმა მართლა მასე კლასში ჩაუტარა მონტელას. ძალიან მაგარი ფეხბურთი ეთამაშა და ჩვენც თუ გადავიღებთ რაღაცებს, ხო, მათგან ურიგო არ იქნება. სენსაციად კიდევ რას მიიჩნევ თუ არა კატარის და შვეიცარიის თამაშს და ჩემ გეტყვი რატო გეკითხები. აზიურ ფეხბურთზე მუშაობ ჩვენ, ხო, გვიწევს მუშაობა და ორჯერ გახდა აზიის თასის გამარჯვებული ეს კატარია რა. ნუ რა თქმა უნდა შვეიცარია გაცილებით ძლიერი გუნდია, ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ არც ისეთი სუსტია თქვა მე მინდა პერსპექტივები რომ კარგად შევაჯა. არც ისეთი სუსტია კატარი როგორც ბევრს ეგონა, რადგან კატარია, ხო? მაგრამ შედეგი მაინც მოულოდნელობა იყო. აი ამ თამაშზე რას ვიღო, საერთოდ შვეიცარიის ფენომენზე აი ხო სულ პროგრესიებს, მაგრამ აი რაღაცა უცნაური პროგრესია გამნაკებს, არა? აი ყოველთვის ქარიზმატული ლაღი გუნდია და აი პროგრესი რამდენად არის ვიცი, უფრო არის ალბათ სტაბილური სტაგნაცია. ხო. რომ რაღაც დონეს ყოველთვის ინარჩუნებს, თაობის არის, შაქირი მიდის, ჟაკა მოდის, არ აქვს ამას მნიშვნელობა, ანუ დონე არის, რესურსი ამ ნაკრებში არის, მაგრამ უფრო მეტი არასდროს არ გამოდის. ეს უფრო მეტი არის მაქსიმუმ ხოლმე მერვეთ ფინალები დიდი ტურნირის. კატარი კი ბატონო, იმიტომ რომ ვიცავს მართლა მუშაობა სილკში გვაქვს ხო, აზიის ჩემპიონთა ლიგა და ესეც საინტერესოა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ხშირად ჩვენ გვიწევს ესეთ ნაკრებებზე მუშაობა და კლუბებზე, რაც საბოლოო ჯამში ბევრ ინფორმაციას გაძლევს და ესე ყოველდღიური რეჟიმში არ გაქვს თვალისდევნების საშუალება და ბევრ საინტერესოს იგებ. თუნდაც ის რომ მაგალითად ეხა ავსტრალია, კატარი, ეს ნაკრებები ცოტა მაინც საფეხბურთო დიდი სცენიდან მოშორებით არიან, თავისთვის ცხოვრობენ და 4 წელიწადში ერთხელ ხედავს ფეხბურთის ფართო აუდიტორია, ასე ვთქვათ, ამ ნაკრებებს და რაც თითქოს იმდენად არ ქონდა მიქცეული ყურადღება ამ ნაკრებებისთვის, კონკრეტულად ავსტრალიისთვის, მაგრამ თავისთვის მუშაობდნენ, ვითარდებოდნენ და აგერ შედეგიც არის. და კატარი რამხელას ნიშნავს სოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება, ხო, წინა ტურნირზე ითამაშეს როგორც მასპინძლებმა, წააგეს ყველაფერი, წააგეს ძალიან ცუდად, მაგრამ მიიღეს გამოცდილება და დაბრუნდნენ გაცილებით უკეთეს ნაკრები. ეს აფიფიც არ ბერდება, არ იცვლება. ალმოეზალი, ხუხი ასე შემდეგ და ხო, არა, სიმპათიური იყო ის რაც გააკეთეს და საერთო ტენდენცია მგონია რომ კარგია. ის რომ ერთი მხარე ფეხბურთის გულშემატკივრის ასაც ელოდა რომ სუსტი ნაკრებები და იქნებოდა 7-0-ები და 8-0-ები, გერმანია გამოვაკელი კურასაოსთან და დანარჩენი ყველა მითამაშა, ყველა მიბრძოლა, ჰაიტი მაგერ ვიძახი თამამად რომ აჯობა თავისუფლად შოტლანდიას, ერთი მომენტი ქონდა და გოლი გაიტანეს, მეორე მაკტომინემ გაარტყა ძელს. მეტი არაფერი არ ქონია, ფეხბურთით თამაშით აჯობა ჰაიტიმ და მე მომწონს ეს ფეხბურთის თამაში, მართლა ყველა მისწავლა, დონე საკმაოდ გათანაბრებულია ზოგადად ფეხბურთში და რა ვიცი, რატომ უნდა გვიხაროდეს პირიქით ყოველთვის ისეთი თამაშების ნახვა, სადაც ერთი გამოკვეთილი გრანდი, მეორე აუთსაიდერს ყოველთვის 7 და 8 ბურთით უგებს. არა და მე მგონი პირიქით კარგია, როცა ეს პატარა ნაკრებებიც თამაშობენ და მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რომ მაროკო იქნება შემდეგი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი, მერე საუდის არაბეთი აზიურ და აფრიკულ ნაკრებებს ეს პროგრესი აი იმ მუნდიალებზე უკვე შეიძლება ძალიან დაეხმაროს და ძალიან შორს ნახოთ მაროკოს ერთი გასვლა ნახევარფინალში აღარ იყოს რაღაცა ერთი მოულოდნელობა სტაბილური სახე მიიღოს და მე მგონი კარგია გვიყვარს და გულშემატკივრობთ ევროპულ სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებს მაგრამ საერთო ფონისთვის საერთო დაძაბულობისთვის და დონის ზრდისთვის მე მგონი რა თქმა უნდა მისასალმებელი და კარგია აი მაროკო ბრაზილიაზე რა სიტყვი რაღაცა მე გითხარი ხო შენს რომ გონია რომ ანჩელოტის ფაქტორიდან გამომდინარე ბრაზილია ძალიან შორს გავა.
არ დაიწყეს ახლა დამაჯერებლად, მე დაიწერა ბევრ გამოცემას ეწერა რომ 1-5 ცვლილება იქნება შემდეგი თამაშისთვის. კაზემიროს ასეთმა კატასტროფულმა თამაშმა ძალიან გამოგვირვა, სიმართლე გითხრა, რომ მანჩესტერში მართლა ძალიან კარგი იყო, გოლი გოლზე გაქონდა და ჩვენი რა თამაშობდა და აი მაროკოა აქეთ რომელიც ჯერ ისედაც ხო რა მაგარი ნაკრები იყო, ახლა ბრაიმ დიასი დაემატა ლილის 18 წლის ბიჭი, ძალიან მაგარი ბიჭია ეგეც და კარში ისე ბონო და მოკლედ მაგარი გუნდია რა და აი რას ფიქრობ შენ ბრაზილიის ნაკრებმა რომ მაროკოს ვერ მოუგო? ეს არის იმის შედეგი რომ პირობითად ბრაზილიის ნაკრებში აშკარა კრიზისია თუ იმის შედეგი რომ რეალურად მაროკოა იმდენად ძლიერი გუნდი რომ აი ესე მაღალი ეშელონის ნაკრებებთან შეუძლია სერიოზული შედეგების დადება. ორივე. ანუ მიქსია, ხო. კი. მაროკოს ნაკრებს რომ ძალიან დიდი პროგრესი აქვს ეს ამას ხედავთ. აფრიკის თასი, იქამდე ნახევარფინალი, მაგრამ ბრაზილიაში კრიზისი ცოტა უფრო ფართო და მასშტაბური და ხანგრძლივი პერიოდი აქვს და არ არის მხოლოდ ის, რომ ამ მუნდიალს ვერ შეხვდა ნაკრები მომზადებული. პირიქით, შეიძლება ამ სოფლიოს ჩემპიონატს ისე კარგად შეხვდა მომზადებული, როგორც წინებს არ. ანჩელოტის ფაქტორიდან გამომდინარე. უბრალოდ იმაზეც რამდენჯერ გვისაუბრია რომ ზოგადად ფეხბურთში აღარ არიან ისეთი ვარსკვლავები და დიდ ნაკრებებს რომ გადავხედავთ თამაშობდნენ 20 წლის წინ რა ფეხბურთელები ამ დიდ ნაკრებებში და თამაშობენ დღეს რომელი ფეხბურთელები კი მაგრამ ბრაზილიის შემთხვევაში ეს განსაკუთრებით ჩანს ბრაზილიას რომ არ ყავს სუპერ ვარსკვლავი ფორვარდი უკვე ბევრი რამ ნათქვამია არ ვაკნინებ მატეუშ კუნიას არც იგორ ტიაგოს რომელმაც საერთოდ დაამყარა პრემიერ ლიგის რეკორდი და ბრაზილიელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი გოლი გაიტანა კარგი ფეხბურთელები არიან კი ბატონო მაგრამ არ არის იმ მასშტაბის ფიგურები არ არიან იმ მასშტაბის ფიგურები ვინც უნდა იყვნენ ბრაზილიის ნაკრების განსაკუთრებით შეტევაში ხო ძნელია ახლა როცა გახსოვს 20 წლის წინ რონალდინიო რონალდო კაკა იქამდე რივალდო ამის მერე უყურო კუნიას პაკეტას ცოტა სხვა ამბავია ზოგადად ბევრ ნაკრებშია ეგ და რაღაცა ის ველთაობის ფეხბურთის გულშემატკივრას ახასიათებს ხოლმე დაკნინება ახალგაზრდა ფეხბურთელების ამ აზრისგან შორს ვარ უბრალოდ ძალიან თვალნათელია იტალიის და ბრაზილიის შემთხვევაში კრიზისი შემოქმედებით რაც აიხსნება იმით რომ ვარსკვლავები აღარ არიან ზოგადად ფეხბურთში არიან დიდ ნაკრებებს ბევრს ყავს ხო ისე ვარსკვლავები მაგრამ აი ბრაზილიას აღარ ყავს და თუ საფრანგეთსაც შეუძლია იმის თქმა რომ 20 წლის წინაც ყავდა ვარსკვლავური გუნდი და დღესაც და იმ ლეგენდების ღირსეული შემცვლელები ყავთ ბრაზილიას ამის თქმა არ შეუძლია და ვინი არის ალბათ თავი ის ნახე იგორ ტიაგოზე რო იყო ხუმრობა რაც უფრო მე თამაშობს ბრენდფორდს უწევს 10 მილიონით დაუკლოს ფასი ანუ მართლა კატასტროფა იყო თან 18 შენ მიყავდა და კარგად ნახავდი აიყო და როგორი იყო ის გოლიც ხო ვინის ინდივიდუალური შემოქმედებით გავიდა თორე ესე სისტემურად ბრაზილია მაჯობა არ ყოფილა რონალდოს ამბავს ჩავიდნენ გადაუდგამდა კი მაგრამ დავდავლე თუ შეიძლება თემი ისაცივდა გამომდინარე არა ხო მერსი სწორედ არწმუნებული ვარ არერიდები ვისე ხო მოკლედ კარგი თამაშები გამოვიდა ესპანეთსაც თქვით რომ უბრალოდ კაბოვერდეზე ვისაუბრეთ ძირითადად არა ესპანეთზე. ბევრი დადებით კონტექსტში შენ დამწუხაროდ არც იყო. შენ რა საბრალებ ისე ამ ამბავს? მე ვაბრალებ იმას რომ ეს არის ტრადიცია. ჩვენ ესპანელები იწყებენ წაგები და საერთოდ სოფლიო ჩემპიონების უმრავლესობა ცუდად იწყებს და მეორე სიჩქარეში რთავს. ისე თამაშის ხარისხს რაც შეეხება, რო გითხრა ხა ძალიან უკმაყოფილო დავჭრთქო მოგატყუებ. პირველი ტაიმი ძალიან არ მომეწონა. იმიტომ რომ მოსაწყენი ფეხბურთი იყო, ისევე პასები, რაც გასაგებია რომ სტილია ესპანური ფეხბურთის ფილოსოფია და ეს არასოდეს არ წაიშლება, მაგრამ რა არის იცი, თუ ამ პასებს აკეთებ, კიდე უფრო მეტად წინ უნდა წახვიდე და უნდა იფიქრო შეტევაზე, ხო ესეა? რაც სამწუხაროდ პირველ ტაიმში ძირითადად არ იგზავნა მეორე ნახევარში კიდევ გადართე შემდეგ სიჩქარეში სადეს გოლის გატანა და ნუ არ გამოვიდა. მე მგონია რომ ეს არ არის ესპანეთის მაქსიმუმი და უფრო შორსაც გავლენ აუცილებლად. უფრო კარგ ფეხბურთს თამაშებენ უფრო სწორად. მით უმეტეს იამალის შემდეგი თამაშებიდან უფრო ძლიერი დაბრუნდება, მაგრამ ეხლა მე შენ გეტყვი რა მასში. ეს საუდის არაბეთი. სიგიჟი უბრალოდ გუშინ
ურუგვაისთან მაგათმა ითამაშეს, არ ხო, ვიცი. ხელები ამიწევია. პირველი ტაიმი განსაკუთრებით. პირველი მეორე ტაიმი- ნახევარი საერთოდ გადაძნენ და პირველ ტაიმში მეორე გოლი რო გაიტანათ, მაგ თამაშს ურუგვაი არ შემოაბრუნებდა ჩემი აზრით. არა ხო, არ ვიცი. და რაც შეეხება ესპანეთს, ნუ გონია რომ ოიარსაბალიც მომატებს, ეს ფერან ტორესი არ შემიძლია. მართლა აუტანებია. ბარსელონაში რაც ემართება და ემართა ნაკრებში სულში. ხო და თან რა არის, იცი, იტანს ამ ბარსელონაშიც გოლებს, 16 გოლი ლა ლიგაში გაიტანო ხარა პატარა ამბავი. ბარსელონას ბომბარდირი გახდა, ხო, ხო, იამალთან ერთად. კი და ამ არა წარმოიდგინე შენ რომ ფერან ტორესმა რო დაიწყოს მომენტების გამოყენება. წარმოიდგინე უბრალოდ ვერ იყენებს და 16 გოლი გაიტანა. რო დაიწყოს ხო საერთოდ რა ვიცი 32-ზე გაიტანა ალბათ. დანარჩენი რა ვიცი, ნუ შემადგენლობა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მომწონს. სიმონიც არ იყო ცუდი ფენტეზიში მეყენა, იფორტს სიმონი არა. ის და კუბარსი მეყენა კიდე მეყენა ლორენტე. ოიარსაბალი. მარკოს ლორენტე. ლორენტეს ძირითად შემადგენლობაში ყოფნას არ ველოდი, იმიტომ რომ დელაფუენტეს იმდენად ისეთი კონკრეტული სათამაშო სტილი აქვს. ლორენტეს ადგილს ნამდვილად ვერ ხედავთ. ცუდი ფეხბურთელი რო მაგიტო არა, პირიქით ძალიან მიყვარს ლორენტე. ატლეტიკოს შეიძლება ერთადერთი წავა ვის მიმართაც განსაკუთრებული ესეთი სიყვარული და სიმპათიები მაქვს. უბრალოდ სათამაშო ფილოსოფიაში ხვდები ალბათ ასაც გულისხმობ სიმეონეს ატლეტიკოდან დელაფუენტეს ესპანეთში ცოტა რთული იქნება. ცოტა იცი რა განწყობა დამრჩა? გამახსენდა ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრების ზედმეტად მოსაწყენ ფეხბურთს რო თამაშობდა. რაღაც მომენტებში ეგ არ მესტიამონა და არ მომეწონა. კი, ძალიან მაგარი შედარება. მეც აი ეგ საბეჭდილება დამრჩა. აი არა თითქოს მაგუნდმა დელაფუენტეს ფეხბურთს საერთოდ ცხოვრე და უცბად რაღაც მაგიმებზე დაბრუნდა მომენტებში და რაღაცა არ მესიამონა, არ მომეწონა ესპანეთის ნაკრებისგან იქ. ბიჭო, მომატების პერსპექტივა ყველა ვარიანტი მოუმატები. თან ეხლა არ დავიწყოთ ხო 14 წუთი ამალს 70 არ უთამაშია და რაც არ უნდა ვიძახოთ რომ სისტემურად ყველაზე გამართული ნაკრებია. ფაქტია რომ თავი ვარსკოვი ამ გუნდის არის. კი, უეჭველია. მის გარეშე რაც არ უნდა გამართული კონდეს სისტემა დელაფუენტეს, მაინც სხვა ფეხბურთი იქნებოდა, ეგ არავის გასაკვირი არ არის. შემადგენლობაზეც სიმართლე გითხრა, რა ვიცი. გავი ზირთადში ყოფნას დიდად არ ველოდი. მარცხენა ფლანგის რაღაც გამოკვეთილი ვინგერიც თითქოს არ ყავს როგორც აქეთ არის იამა. ნუ აი ნიკო ვილიამსია. და ნიკო ვილიამსი ხო ამ სეზონში კარგი ვერ იყო ნამდვილად. არ ვიცი, ხო რაღაცა ესპანეთის ნაკრებმა სენსაცია მოახდინა, ესპანეთს არა კაბო-ვერდე მოახდინა ეგ სენსაცია და კიდევ ერთხელ მგონია რომ ესპანეთის ნაკრები შემდეგ შეხვედრაში გაცილებით უკეთესი იქნება. ბელგია ეგვიპტეზე რას მეტყვი, კარგი თამაში გამოვიდა. მე მუშაობდი ამ შეხვედრაზე. ეგვიპტე მოახდინა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება. ვიცოდი რომ არ იყო ცუდი ნაკრები, ბუნებრივია, მაგრამ მართლა კარგი ფეხბურთი ითამაშა. აი ესეთი მაღალი პრესინგი, გრძელი პასები, სწრაფი მარმუში და სალაჰი როგორ გარბოდნენ კონჩეტევებზე. შემეცოდა ძალიან ეგვიპტის ნაკრები რომ სამი ქულა ამ თამაშში ვერ აიღო. და ბელგია? ბელგია ახალი არაფერი, რაც ისევ იგივეა, იგივე. ჩვენ კი საუბრობდით და გვითქვამს რომ ამ სოფლიოს ჩემპიონატის წინ თითქოს რაღაცები შეიცვალა და ეს ტოქსიკური გარემო აღარ იყო ამ ნაკრებში. მაგრამ რაღაცა მაინც ეგ განცდა მრჩება რომ რაც იყო ბელგია არის ის კარგი ნაკრები ყოველთვის კარგი შემადგენლობით საშუალოზე მაღალი დონის მწვრთნელებით მაგრამ ეს შიდა პრობლემები ტოქსიკური გარემო რაღაც აი არ ვიცი რატომ მაგრამ ესეთი განცდა მრჩება რომ ბელგიელებს ზოგადად პატრიოტული მოტივები ცოტა ნაკლებად აქვს მაგალითად შედარებით ნიდერლანდელებთან ზოგადად ერზე მგონია ეს რატომღაც აი კუთვნილება იდენტობის განცდა რო ჩვენ ბელგიელები ვართ ხო აი ეს მომენტი როგორც ფრანგებს აქვთ ნიდერლანდელებს პორტუგალიელებს გერმანელებს ბელგიელებში ეგ ცოტა და თვითონ ხასიათითაც ისეთი ტიპაჟები არიან რაღაცა ცოტა მორობოტო სტილის ფეხბურთელია ბევრი და ის განცდაც რაღაც კოლექტიურად თითქოს ეტყობა ნაკრებს მაგრამ კარგი ეს მენტალური და კულტურული თემა გვერდით გადავდოთ მოედანს რომ დაუბრუნდეთ არაფერი თითქოს უნდა ყოფილიყო ნაზავი ძველი შემორჩენილი ლუკაკუ დე ბრუინი კურტუასი და აქეთ ამ დოკუების და რასკინების და ახალი თაობის მაგრამ რამდენად არის რუდი გარსია ის მწვრთნელი ვისაც მაგ ბალანსის გაკეთება შეუძლია და მე მგონია რომ რუდი გარსია მწვრთნელი არ არის. მე მაგალითად რაც ვნახე ხორვატიასთან და მასთან რა ქვია ტუნისთან შაბეჭდილება დამრჩა რომ ეს ნაკრები ძალიან კარგი იქნებოდა სოფლიოზე. დაიწყო და აი დილეტანტს რომ ენახა პირობითად ვიღაც ისეთ ვისაც დოკუ არის ვინ არის დოკუ რომ არ იცნობს საერთოდ ამ ფეხბურთელს იფიქრებდა რომ ამას საერთოდ რა უნდა
არა მარტო ბელგიის ნაკრებს, ზოგადად ფეხბურთელად რატომ გვევლინებო რა. იმდენად ცუდი იყო იმ შეხვედრაში. პირველ ტაიმში განსაკუთრებით. მეორე ნახევარში ცოტა გამოასწორეს თამაშის ხარისხი და მე გამიკვირდა, იმიტომ რომ აი ისევ და ისევ წინა მატჩებიდან გამომდინარე, აი ის დავინახე, ჰარმონია იგრძნობოდა გუნდში და ახლა ასე თუ ითამაშებენ, ჰარმონია კი არა, ამათ არაფერი არ უშველით და ისევ ჯგუფში არ ჩარჩნეთ ხო მაგას ვფიქრობ. თუმცა ახლა 4-დან 3 გადის და იცი. ხო, არ მგონია. და ძალიან აი ჯერ ნახე, აბა როგორ გაუმართლა ჯგუფში, ხო? იმიტომ კი არა რომ ვაკრინებთ იმ ნაკრებებს ირანს და ახალ ზელანდიას. ფავორიტია ჯგუფის. გადახერ ახლა ბელგია ხარ და იყავს ვინ ხო? ზელანდია, ირანი და ეგვიპტე. ამ ჯგუფში უნდა გახვიდე პირველზე, მაგრამ რა დგინდა. ისე ეს თამაში ირანი, ახალი ზელანდია იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თამაში ამ underrated. კი, სახელებიდან გამომდინარე ისე ჩაიკარგა, არ გამოჩნდა დროც ისეთი იყო, რომ ძალიან ცოტა მუყურა, მაგრამ თავის თამაშით ერთ-ერთი გამორჩეულ. ისე რა უცნაურია ეს ესპანეთის თემას დავუბრუნდეთ. ვინი ფიქრებდა რომ ესპანეთი კაბო-ვერდე იქნებოდა პირველი უგოლო ფრე ამ სოფლიოს ჩემპიონატში. აი მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. მაგას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ესპანეთი კაბო-ვერდეს თამაში იქნებოდა ნულოვანი ფრე. და აი სხვა ფაქტორად ყველა თამაშზე საუბრობთ ახლა ჩვენ, ხო? მექსიკა სამხრეთ აფრიკაზეც, ნუ თქვათ კიდევ ერთხელ რომ მექსიკა სამხრეთ აფრიკაში არ ველოდით სამხრეთ აფრიკის ასეთ უსულს თამაშს. თორემ მექსიკამ რაც თამაშა, ეგ მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მექსიკა. მაგრამ ესეც ვერ გავიგე, აი წარმოიდგინე შენ რომ ჩრდილოეთ ამერიკაში ამ კონტინენტზე ფაქტობრივად ნუ ერთადერთს არ ვიტყვი მოდი მაინც რა ვიცი. ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც საფეხბურთო ისტორია აქვს, ხო, წარსული ისტორია, დნმ-ი, ასე და ასე შემდეგ, მაგრამ ტრადიცია. რაღაც სულ ერთი და იგივეა. აი მექსიკა უბრალოდ აი თვითონ ქვეყანა საინტერესო თავიანთი კულტურით და ბევრი რამით, თორე ხა. ფეხბურთს უკეთესად არ თამაშობენ, ამხელა ისტორიის მქონე მექსიკელები, მე ეგ მიგყვი. ორჯერ არიან მეოთხედფინალში გასული და ორივეჯერ მასპინძლები როცა იყვნენ და. ხო. არა, ნუ აი შვეიცარიაზე რაც თქვით, იმ კონტინენტზე არის შვეიცარია. ხო, კი, კონტინენტი მართალი. ჩრდილოეთ ამერიკის შვეიცარია, მექსიკა. შვეიცარია, მექსიკა. ხო, ნუ სამხრეთ კორეაც შეხედე, ჩემი ეს შედეგიც არ უნდა დამთავრებულიყო, გასაკვირი არაფერი არ იქნებოდა. არც ერთი არ იქნებოდა, უბრალოდ. ცოტა მაინც გამეკვირდა ჩეხეთისგან. ესეთ თამაში? მე არა, იმიტომ რომ სამხრეთ კორეა ძალიან მოწონს, ძალიან მაგარი გუნდია და პროგრესია აქვს ასწავლე. აზიის თასზე არ თამაშობენ, მე უკვე კონსპირაციაა, მაგრამ აზიის თასზე ვერ არა, უბრალოდ არ თამაშობენ, იმდენად ცუდად გამოიყურებიან, ეგ მუნდიალებზე უფრო უკეთესები არიან ხოლმე, არ ვიცი. ჩვენ გვიწევდა სილქზე სამხრეთ აზიის თასი უფრო სწორედ და სახელებით იყო ფავორიტი და მეოთხედფინალში გამოვარდა, ხო? კლინსმანი იყო, მე მგონი თქნები. კი, და კატასტროფას თამაშა. ნუ ამერიკა მითამაშ ძალიან მაგარი ფეხბურთი პარაგვაისთან. ამიტომ გონია რომ ძალიან შორს გავლენ პოჩეტინოს, ბრავო. ამ წვნელზე არ ვიყავი თვალ იდეალური წარმოდგენების ბოლო პერიოდში. ამერიკის თამაშებს რამდენი გვისაუბრია, ამ ხანაგურ შეხვედრებში ისე ცუდად გამოიყურებოდნენ, რომ ვეგორა გააგდებდნენ და ამ კაცს აღარ ანდობდნენ. არა, აგინაგეთ გამოვიდნენ და შეინახა როგორც ამბობენ. ძალიან მაგარი გუნდია ამერიკა და ალბათ ამ ჯგუფსაც მოიგებს ჩემი აზრით რა. და პირველი ის გავ, აი მაგაზე ვეჭველ უნდა გითხრა. ტუნისის ნაკრები გააგდეს. მაგ აფრიკელებს ახასიათებთ ეგეთი ამბავი. ახასიათებთ გასაგდებიც იყო ის კაცმა, აი მართლა. სოფლიოს ჩემპიონატზე ალბათ მაინც უნდა აცადო ეხა. შუა მუნდიალიდან რაც არ უნდა იყოს. მე რას ვკავშირებ, იცი წინა თამაშებით ძალიან სულად ჩაატარეს. ბელგიასთან 5-0, ამათთან გამოვიდნენ 5-1 და კარგად იყავიო ლამუშის ხელი დაუქნეს. აი ეგ თამაში მაინტერესებს რა. ნიდერლანდები, იაპონია. ჩემთვის, აი რა ჯერ აზია საუბარი მესმის რომ ახალი დაწყებულია სოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ თუ შევაფასებთ და შევაჯამებთ იმ მატჩებსაც ვნახეთ, თავარი იმედგაცრუება არის ეს ნიდერლანდების ნაკრები. ხო, ალბათ. არ მომწონს, საერთოდ არ მომწონს ნიდერლანდები ამ სოფლიოს. იმდენი ხანია მივეჩვეთ ნიდერლანდების რაღაც სტაგნაციას. რო იყო სოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა, ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა. აი ესეთი შემთხვევაც გვახსოვს. პირიქით მე მგონია რომ წინა მუნდიალზე გამოსვლა და მეოთხედფინალში მისვლა არგენტინასთან პენალტებში გამოვარდა, კიდე კარგი შედეგი იყო ბოლო დროს ნიდერლანდურ ფეხბურთში რაც ხდება. ჯერ ერთი ეს ჩაკეტილი წრე, კუმანი ცვლის ვანგალს, ვანგალი კუმანს და არაფერი არ იცვლება, ხო, რაღაც ძველი მიდგომები, მეთოდოლოგია. არა და შემადგენლობით დაცვის ხაზი ალბათ
შეიძლება საუკეთესო წავს სახელებით დაცვის ხაზი ნიდერლანდების ნაკრებს. თან აკლია ხალხი კი. ოღონდ არ დავაკრინოთ მოდი იაპონია, რომელიც ზოგადად ჩემთვის ეს ქვეყანა და სამხრეთ კორეას, მაგრამ განსაკუთრებით იაპონია თავის კულტურით, მენტალობით არის მაგალითი მიზანდასახულობის ნებისმიერ საქმეს მოკიდებენ ხელს და აიყვნენ უმაღლეს დონეზე და გასახეს ხო 92-ში თუ 94-ში 100 წლიანი გეგმა. ეხლა ჩამოწიეს 50-ზე, რომ უნდა მოიგონ მსოფლიოს ჩემპიონატი და ნაბიჯ მიდიან აღარ ტოვებენ მუნდიალს, ისე რომ არ გავიდნენ. ვერ ვიტყვით რომ იგივე აზიის ჩემპიონთა ლიგას თვალს ვადევნებთ ჩვენ და ვერ ვიტყვით რომ იქ რაღაც წინავენ იაპონური კლუბები, თუმცა ბოლო წლებში არა, ბოლო წლებში კი ამ აზიის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ. ალაჰლიმ ორჯერ მოუგო მაჩიდა და შარშანი იყო კიდე დამავიწყდა კავასაკი ფრონტეინი. პროგრესი არის და ეს პროგრესი არ არის უბრალოდ რაღაც დამსახურება ერთი ვარსკვლავის გამოჩენის ტაკეფუსასი ან ვინმე ვარსკვლავის კარგად თამაშს. ეს არის პროგრამის ნაწილი, პროექტის ნაწილი და ჩუმად წყნარად თავისთვის იაპონია ვითარდება. ერთ-ერთ მუნდიალზე შეიძლება როგორც იტყვიან გაისროლოს იაპონიის ნაკრებმა და წავიდეს ძალიან შორს და ვინიცის ეს სოფლიოს ჩემპიონატიც იყოს ეგეთი ფურჩა. არა, ნახე იაპონიის დონიდან გამომდინარე კი არ ვარ იმედგაცრუებული ნიდერლანდებზე. თვითონ თამაში რაც გააკეთა კუმანმა აი იაპონია ხო ახსენე რომ რაღაც 50 წლიანი გეგმა. ეგ არის ძალიან საინტერესო ისტორია. ნიდერლანდელები ჩაიყვანეს, თან უბრალოდ ნიდერლანდური მოდელი აიღეს. მაგალითად იაპონელებმა და საბავშვო სკოლებში სწორედ აი ის მეთოდოლოგია დანერგეს, რაც აქვს ჰოლანდიელებს, ხო? გულისხმობ აიაქს, ფეინორდს, პესვეს და ალკმარს და ასე შემდეგ. ხო და იაპონელების მთელი ფილოსოფია არის დაფუძნებული კრუიფზე, კრუიფის მიდგომებზე და სხვადასხვა ვეცნობოდი წინაზე იაპონურ ფეხბურთის რაღაც დეტალებს და კონტურებს და იქ იყო აღნიშნული, რომ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებშიც კრუიფის თითოეულ გამონათქვამს ძალიან დეტალურად განიხილავენ, როგორ აღიქვამს კრუიფის სივრცეს მაგალითად, რომ ბურთი თუ რაც უფრო ხშირად გაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ მეტოქეს გოლის გატანის შანსი არ ექნება და რასაც ამბობდა კრუიფი, ეს ყველაფერი გადმოაქვთ მოედანზე იაპონელებს. ანუ რა გამოდის, ჩვენ უყურებთ ახლა აქ კრუიფის კლასიკურ ქვეყანას ნიდერლანდებს და უყურებთ იაპონიას, რომელიც არის აზიური მიმდევარი, მოკლედ ამ კრუიფის ავსტრიის და გერმანიის მაგალითი, ოღონდ არასაფეხბურთო ამბავში გაასწრო ავსტრიამ გერმანიას გამიტანა. ხო და ამ ყველაფერს უყურებ, ხედა 2-2 დამთავრდა. მაგარი თამაში იყო, მეორე ტაიმი, მაგრამ ბიჭო ნიდერლანდებისგან ცოტა აი გული დამწყდა, რომ იგებდნენ შეხვედრასაც ყველა მცველი შემოიყვანეს, ვინც კი ხელმისაწვდომი იყო. აი აბსოლუტურად კი ნაღამ კუმანი შეყვა, მე მიცვალებს რომ იქნება გოლ. აი გოლს მაინც გაიტანდა ჯარიმად და აი ნიდერლანდების ნაკრები რომ ესეც დღეს ნიდერლანდებს თუ ვინმე ყავს კარგი, ყავს ცველები. ეგ ფაქტია, მაგრამ არა, ეგეც არის. რა თქმა უნდა, ეს რომანტიზმი გვაკლია, იმიტომ რომ გვახსოვს უკეთესი ნიდერლანდები არც შეშორებულ წარსულში და დღეს რაღაცა ისე ნახევარდაცვა არის წელსამათი. დაცვა ნახევარდაცვა, გრავენბერხი, დეიონგი. არა, ინტერსა მაგალითად. და ერთადერთი შემტევი ხაზია უბრალოდ. შემტევი ხაზი ხო დეპაიც ასაკშია, ეს ბრობი, სამერვილზე დაიწერა სხვა შორის მანჩესტერი. ხო, ძალიან კაი იყო იაპონიასთან მართლანათელი წერტილი იყო. რა ვიცი, იქნება ფეხბურთი იყო ისეთი ყოველთვის ნიდერლანდური სანახაობრივი სასიამოვნო, ის გაკლია, ის რომანტიზმი გენატრება. ანუ შეიძლება ეგ რა არის? ხო, ანუ თავბათასვლის პროცესი შეიძლება მოხდეს ესე, რომ იყოს ტკივნეული და არ იყოს სასიამოვნო, მაგრამ ეს ნიშა არ უნდა დაკარგო, რაც ახლა აი რასაც ხედავ და რასაც ვუყურე, ეს უაზრო ცვლილებები და უფრო აი შეშინებული იყო. და ეგ არ მომეწონა თორე რაზეა საუბარი. იდენტობისგან შორს არის უკვე აი კრუიფი ახსენე შენ და ბოლო ჩანაწერები რაც ქონდა კრუიფს რა ინტერვიუებსაც აძლევდა ბოლოს უკვე დაძაბული ურთიერთობა ქონდა კრუიფს აიაქსის ხელმძღვანელობასთანაც და ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასთანაც და ამბობდა რომ ნიდერლანდური ფეხბურთი მიდის ძალიან ცუდი გზით ძალიან არასწორი გზით და კიდევ უფრო უარეს შედეგებს მოიტანს ეს 10 წლების შემდეგ ვიდრე დღეს გონია და ფაქტია რომ ნიდერლანდებში არის შემოქმედებითი კრიზისიც, რეგრესიც
და უკან მიდის ნიდერლანდური ფეხბურთის ძალიან უკან საკლუბო დონეზე ხო, ნუ საშინელება ხდება, ჩემპიონთა ლიგა იქნება, სხვა ეურო ტურნირები, პლეი-ოფებში PSV, აიაქსი ვეღარ გადის საერთოდ ჩემპიონთა ლიგაზე. ენორდი და ისინი არ ვიცი, პანტაპუნტით ეთიშებიან, შარშან კიდე არაუშავდა, იბრძოლეს იქ მილანთან და ასე შემდეგ, აი წელს კატასტროფა იყო. რეგრესია საერთოდ საფეხბურთო ეკოსისტემაში ნიდერლანდებში, იქ ჩანს. სპილოების თამაში თუ მოგეწონა ეკვადორი. ოდივარზე საუბრობთ. რო არ მოგატყო, ეგ არის მატჩი, რომელიც არ მინახავს, თუ რამდენიმეა ისეთი მატჩი, რომელიც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ვერ ვნახე დროიდან გამომდინარე. და ესე თამაშით ვერ შევაფასებ, მაგრამ სახელებით ასევე ძალიან კარგი ნაკრები ყავს, თუნდაც ჩვენი ძმა და მეგობარი გელა დუე, რომელსაც აგერ საფრანგეთთანაც ჩვენივად ითამაშა და ხო, მე მგონია რომ შეუძლია მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა ამ ნაკრებს შვედეთთან ერთად. ხო. ანუ ძალიან საინტერესო ამბები მოხდება ამ ჯგუფშიც. იცი რას ვივარაუდებ ბოდიში, ამ ჯგუფიდან რაღაც ძნელი გამოსაცნობი არის, მაგრამ ამ ჯგუფის მესამე ადგილოსანი ვერ გავა 8-ში. აი მაგის ვარაუდი გერმანია, კოდივარი, ეკვადორის? ო. ეს ეკვადორის, ან სულ მომწონა რაღაც ის ბეკასესე და აბა ქარიზმა და რაღაცა, მაგრამ აუ ერთ თამაშობ. ჩემპიონატი მაინც კიდე სხვა ტურნირია, ამხანაგური შეხვედრები, შესარჩევი მატჩები, როცა ვადევნებთ თვალს, ცოტა მაინც შეიძლება მატყუარა იყოს და რაღაც განსხვავებული განცდა დარჩეს. მუნდიალი მაინც არის სარკე და იმ 4 წლის ასახვა ხდება. იშვიათად რომ კი ყოფილა შემთხვევები, რომ რაღაც გამოკვეთილად კარგი გუნდი უცბად გამოთიშოვა მსოფლიოს ჩემპიონატზე. როგორ არ ყოფილა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ნათლად ჩანს ვინ რა დონის ნაკრებია მუნდიალზე და ცოტა მატყუარაა ხოლმე აი სამხანაგური შეხვედრები, წინა პერიოდი და მე ცოტა სხვა სურათს ხედავთ ხოლმე და ალბათ იგივე შეიძლება ითქვას ამ ნაკრებს. ხო. ნუ შვედეთმა ტუნის მოუგო 5-1, ძალიან მარტივად. შვედები ალბათ ამ თამაშის შემდეგ ხასიათს კიდე უფრო მეტად გამოიკეთებენ, იმიტომ რომ ამხანაგურ შეხვედრებში ვერ დატოვეს კარგი შთაბეჭდილება. ესპანეთის სენსაციაზე პრინციპში ვისაუბრეთ. ნუ ბიელსას ურუგვაისგან რასელი მაქსიმუმი რა იქნება შენი აზრით რომ მითხრა? აი წეგან ვსაუბრობდით სენსაციებზე, იმ ნაკრებებზე, რომლებისგანაც მოლოდინი გქონდა მეტი და ნახეთ ნაკლები. ურუგვაიც ალბათ ეგ არის. დამთავრდა ურუგვაიში ის დიდი თაობა, ხო? მუსლერა რო აღმოვაჩინე განაცხადში, გამიკვირდა ძალიან, იმიტომ წინა მსოფლიოს ჩემპიონატი საერთოდ არ იყო. მეგონა რომ ალბათ ლოგიკურიც იქნებოდა კავანის უარესის თაობასთან, გოდინის თაობასთან ერთად. მუსლერასაც დაეთმო ადგილი ახალგაზრდებისთვის, მაგრამ კარგი ითამაშოს ეს მსოფლიოს ჩემპიონატიც. მაგრამ საერთო ჯამში, აი ურუგვაიში ახლახანს მომხდარი თაობათაც სულ არის. ხო, აი სხვა ნაკრებები შეიძლება დიდხანს გაეწელათ, მაგრამ ურუგვაიში სულ ახლახანს 2 და 3 წლის წინ თამაშობდნენ ეს ვარსკვლავები და სუარესის შემთხვევაში ჯერ კიდევ იყო შანსი, ხო, გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა და არ მოახვედრა. ჯერ ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ ბიელსას ჩვევია, იგივე ჩილეს ნაკრები ყავდა ძალიან სიმპათიური. ჩვევია ეს გუნდების გარდაქმნა, დაყენება, თავის ყაიდაზე მოყვანა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე მგონია რომ რაღაც განსაკუთრებული ახელით თავს ვერ დაგვამახსოვრებს ურუგვაის ნაკრები, მაგრამ მომავალში იგივე ლა ლიგაზე ჩვენ ხშირად მუშაობთ, ხედავთ იქ არაერთ კარგ ურუგვაელ ფეხბურთელს, ახალგაზრდებს, იჭიერ მოთამაშეებს. შეიძლება იგივე დარვინი კი აზიისკენ წავიდა, მაგრამ დარვინის გარშემო თუნდაც ფედერიკო ვალვერდეს გარშემო ახალი ურუგვაის ნაკრების აშენება. ოღონდ არ მგონია რომ ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოესწროს ურუგვაისგან რაღაც განსაკუთრებული შემოქმედება. ხო. საინტერესო შეფასებაა. მოდი ახლა კითხავ არგენტინა ალჟირზე და გაგიშვებ, იმიტომ რომ ვიცი რომ წინ რაღაც სერიოზული ამბები გელოდება საფრანგეთის სენეგალის თამაში. აი არგენტინა ალჟირში ელოდები თუ არა ისეთ სენსაციას როგორიც 2022 წელს იყო, ანუ გახსნით თამაში არგენტინა მიყრია სულის არაბეთთან. კარგი ნაკრებია ალჟირი, კი ბატონო. მაგრამ არ ველოდები ჩემი სიმპათიები სხვა შეს უცნაურ რაღაცას ვიტყვი, მე რადგან ასე ნაკრებს გამოკვეთილად არავის არ გულშემატკივრობ. ორივეს ვაღიარებ, ჩემთვის მესი და რონალდოც არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ და მესის შემთხვევაში ეს შიმშილი თვითონაც მოიკლა და მესის გულშემატკივრებმაც და მინდა რომ რონალდოც ნახო თუ მოიგებს 19 ივლისს და ეჭირება თას ხელს, ნამდვილად არ ვიტყვი უარს ორივესადმი მაგ განსაკუთრებული სიმპათია, იმიტომ რომ რაღაცა ჩემი თაობის, ჩემი ეპოქის მე როცა ფეხბურთის ყურება დავიწყე, შემქმნელები არიან და ორივე ჩემთვის არის დიდი ფიგურა. შესაბამისად,
რონალდუსგანაც და მესისგანაც მაქვს სურვილი რომ ნახო კიდევ ერთი წარმატება. არგენტინას რაც შეეხება ხარშან რა იყო და წინა მუნდიალზე ჩანდა რომ ფავორიტი იყო. მე მგონი ეხლა ცოტა გვეხამუშება ხო აი არგენტინის ფავორიტებში დასახელება ცოტა მაინც შემადგენლობიდან გამომდინარე თითქოს გვიჭირს მაგრამ კი აღარ არიან ეს დიმარია და აგუერო და იგუაინი და ასე შემდეგ მაგრამ იგუაინი არც წინა მუნდიალზე არ იყო მაგრამ საკმაოდ კარგი ნაკრებია ახალგაზრდა ფეხბურთელები. მასტანტუანოზე ჩვენ შეიძლება გვისაუბრია და ნუ ვერ არ წაიყვანეს სოფლიოს. არ წაიყვანეს და ვერ ითამაშა ის, მაგრამ რა შემადგენლობა წავს არგენტინის ნაკრებსა სკალონი, რომელიც ასევე ჩუმად კიდევ ერთხელ ვიტყვამს, ჩუმად კარგი მწვრთნელი როგორ არის, როცა ყველაფერი მოიგო, მაგრამ არ ფასდება ხო სათანადო სკალონის როლი. არა და ტაქტიკურად, სტრატეგიულად ძალიან კარგი და გამართული სპეციალისტი არის და ის ფეხბურთელები შეიძლება ეხლა აღარ არიან ისეთ ფორმაში როგორც წინა მუნდიალზე, მაგრამ არგენტინა ხასიათია, მესის ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატია და საკმაოდ შორს მინიმუმ მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებს ველოდები. საინტერესო შეფასება იყო. საინტერესო იყო რომ მოხვედის, თუმცა დღეს რაღაც ტექნიკური ხარვეზი ქონდა და სხვა სტუმრები ჩემპიონი და შენგანაც მინდა მივიღო დაპირება რომ შემდეგზე მოხვალ ჩვენ სამ ტექნიკურ ხარვეზში გავარკვევით აუცილებლად და ყველაფერს აღმოვხვრით. ამირან შაიშმელაშვილს კი მადლობა. მადლობა თქვენ. მეგობარს, სტუმარს მოსვლისთვის და ტრადიცია გვაქვს. ხო? ჩვენ და უნდა გაგაწყანოთ დიდი მადლობა. მოგეთ, ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა, ჩვენს დაგემშვიდობებით და მომავალ შეხვედრამდე. კარგად არ დაგავიწყდეთ დომინოს YouTube არხის გამოწერა. მომავალ შეხვედრამდე.